რეალურად ამ ჩვენ ხშირად ვიხსენიებთ ხოლმე, მათ შორის არა მხოლოდ ჩვენ ამ კრეფსით სახეს, ჩვენი ოპოზიციის და შიდა აგენტურის, რომ ეს არის მეხუთე კოლონა. მეხუთე კოლონას ყველაზე ისეთი მარტივი განმარტება, მარტივი რა, საერთაშორისო განმარტება რაც არის და თავარი 4 მახასიათებელი დეფინიციის რაც არის, რომ ეს ქვეყნის შიგნით უნდა არსებობდეს იმ ქვეყნის წარმომადგენელი, სუბიექტები თუ მათი ერთობა, რომლებიც მუშაობს უცხო ძალის ინტერესზე. მათი მთავარი ვალდებულება არის დეზინფორმაციის გავრცელება, დივერსიის შექმნა, ჯაშუშობა და პოლიტიკური დესტაბილიზაცია. ანუ ყველაფერს, რასაც მხოლოდ რასაც ესენი აკეთებენ, დეზინფორმაციას მუდმივ დეზინფორმაცია, დივერსია, ეხლა მეტი დივერსია რა გინდა რომ დადიხარა შენ ქვეყნის დასანქცირებაზე რომ საუბარი, ეს მათგან აღიარებული ვიცით, ხო? რომ როდესაც კანდიდატის სტატუსზე დარბოდნენ და არ მიცეთო კაცო კანდიდატის სტატუსი საქართველოსო. ანუ იმიტომ რომ შიდა დივერსიაში იყვნენ. ჯაშუშობის ნაწილში ხე ტიპები არიან, რომელსაც გამჭვირვალობის კანონი მგონიათ ქვეყნის დაქცევა, ანუ ტიპებს არ უნდათ რომ კონდეთ გასაჯაროებული რატომ იღებენ, რაში იღებენ უცხო ქვეყნისგან. და ეხლა პოლიტიკური დესტაბილიზაცია ვაპარაკობთ, ესენი არიან აგრეთვე ადამიანები, რომლებიც სახელმწიფო ორგანოებს ესხმიან თავს და მუდმივი მცდელობა აქვთ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობა როგორმე შეასუსტონ. ანუ აბსოლუტურად ყველა შემადგენელი მეხუთე კოლონის არის ამათი მუდმივი მოღვაწეობა. როგორ შეიძლება ამას სხვა რამე დაუძახო გარდა მეხუთე კოლონის?